ფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, არაჩვეულებრივი სტუმარი გყავს ტრადიციულად. დღეს ხუთშაბათია, შეგახსენებთ 17 საათი და 17 წუთი და 40 წუთის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად. ძალიან ნაყოფიერი 40 წუთი მექნება. ბატონი ვახტანგ ჯაფარიძე ჩვენი სტუმარი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, რომლის უხეშად რომ ვთქვათ, გამოჭერაც ძალიან დიდი ფუფუნებაა და ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენს მოწვევისთვის და მინდა მივასალმო ყველას ვისმენს და ვინც გვიყურებს. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, მე ვიცი რომ რაღაც ეს პოპულარული პრობლემა არ არსებობს, ყველასთვის თავისი პრობლემა არის პოპულარული, მაგრამ მაინც ესეთი გავრცელებული, რაც ახლა მეც მაწუხებს და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს ეს არის შფოთი და აი ამდენი სტრესი გარშემო, რომლის გამკლავებაც ფაქტობრივად უკვე ისეთ ლაღ ადამიანსაც კი როგორც მე ვარ, რაღაცა ეტაპზე ვხვდები, რომ უძლური ვარ და გჭირდებით თქვენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები დახმარებისთვის და აი რა არის ეს ამდენი შფოთი, ამდენი აშლილობა, ამდენი სტრესი, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამას თუ არსებობს რაღაცა ისეთი საწყისი, რაც შეგიძლიათ, რომ რჩევა მოგცეთ, ჯერ ჩვენ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამისთვის. იმისთვის რომ სტრესს ვებრძოლოთ, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის, რა წარმოშობს სტრესს და 4 რაღაცას გამოვყოფთ. პირველი ეს არის არაპროგნოზირებადი გარემო, ზოგადად მსოფლიოში. რო შევხედოთ პლანეტას დღეს რაც ხდება, ხო? 20 წუთი ახალ ამბებს რო არ უყურო, 1-2 პარაგრაფს გამოვთოვებ მომავალი ისტორიის სახელმძღვანელოს. შესაბამისად, საკუთარი ცხოვრების კონტროლის გრძნობა ჩვენთვის არის ფუნდამენტალური მოთხოვნილება. როდესაც მომავალს უყურებ და აი არიცი რა მოხდება, ამ დროს გეწყება ბუნებრივად შფოთი, ეს ერთი. მეორე მომენტი, მნიშვნელოვანი, ეს არის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ერიდებით ნეგატიურ ინფორმაციას, თქვენ ხართ კომუნიკაციაში ადამიანებთან, რომლებიც არ ერიდებიან ამ რაღაცებს და ხანდახან თვითონ არიან ამ ნეგატიური ინფორმაციის წყარო. და შესაბამისად ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში ეს ნეგატივიც ჩვენში ილექება. ამას ვერ გავექცევით. ვერანაირად. ხო? აი რაღაცა კედლები აშენო შენს გარშემო, ეროვნული საზღვრები და რაღაცა ეს არის ყველაფერი. ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ფუჭი საქმიანობა, იმიტომ რომ, ელემენტარულად აი მოვა შენი ბავშვი სახლში და მოგიყვება სკოლაში რა სიგიჟეები ხდებოდა მაგალითად, იმაზე რა ქვია, გაკვეთილებს შორის, ხო და შენ ამას ისმენს, სანამ ისმენ, წარმოიდგენ რა ხდებოდა და ეს ფილმი აღგებეჭდა გონებაში და შესაბამისად ფსიქიკაზე ამან მოქმედება დაიწყო, ხო? ეს მომენტი. მესამე მომენტი, საიდანაც მოდის სტრესი, ეს არის გადატვირთულობა. ხანდახან იმდენ საქმეს ვაკეთებთ, რომ ერთი ადამიანისთვის ფიზიკურად ბევრი ამდენი რა. შეიძლება რამდენიმე სამსახურში მუშაობ, შეიძლება სამსახურშიც მუშაობ და სახლში რომ მოდიხარ, აქაც მუშაობ, დედა ხარ. კი ბატონო. ან ასე ვთქვათ, პროცესში ჩართული მამა ხარ და ასე შემდეგ. კი. და მეოთხე ეს არის გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმები. მაგალითად რაღაცა უსიამოვნებები, რომელიც დაგვემართა წარსულში, შეიძლება იყოს ბავშვობაში, შეიძლება იყოს დიდობაში, არ აღნიშნულობა, რაღაცა მოუშუშებელი, სულიერი ჭრილობები. რომლებზეც ხდება აი ეს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მოვლენების შესახებ, რასაც აღვიქვავთ და ამას მე წარმოიდგინეთ, რომ ჭრილობაში თითით ქეკავს ვიღაცა მუდამ რა დაახლოებით ეგეთი ეფექტი და ეს ყველაფერი ერთად საბოლოოდ ქმნის ჩვენს გონებაში ქაოსს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვგრძნობთ აი ამ ნეგატივს, ეს იგრძნობა სხეულში როგორც დისკომფორტი. რომ ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ რო ვშფოთავ, აი სუნთქვა მიჭირს მაგალითად, აი აქამ მткиვა, იქამ მткиვა რაღაც სხეულშია დისკომფორტები, ხო? ანუ ჯერ სხეულში ჩდება ეს დისკომფორტი. მერე ტვინი ცდილობს საკუთარ თავს აუხსნას, აი რატო ვარ ეხა ცუდად. და აქ იწყებს მუშაობას ფანტაზია და წარმოსახვა. ეხა ცუდად რო ვარ, კაი რაღაცას არ წარმოვიდგენ, ბუნებრივია, ხო? და ვიწყებ ესე იგი ისეთი რაღაცეების წარმოდგენას, რომ ეგ უსამსახუროდ შეიძლება დავრჩე, შეიძლება რაღაცა ავანტყოფობა დამემართოს, კიდე შეიძლება რაღაცა დაიწყოს და ისეთი ფანტაზიები მაქვს, რომ ნეტა არ მოვყვე. ისე მიდის გონება უარყოფითისკენ, აი ეს უკიდურეს უარყოფითში გადადის გონება, როცა აი მართლა რაღაცა შფოთვა იწყება. კი ბატონო, ეს ფანტაზიები კიდევ უფრო ცუდად გხდის. ეს უფრო ცუდად ყოფნა კიდევ უფრო დიდ ფანტაზიებს წარმოშობს და შესაბამისად ეს აი ამ მარყურში, აი ამ მორევში ვეფლობით.
იმისთვის რომ ამის გავთავისუფლდეთ, ხო, კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. 21 საუკუნეში ადამიანის ტვინი და ნერვული სისტემა დადგა ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანური მოდგმის არ ქონია ესეთი გამოწვევები ინფორმაციული ხასიათის. მაგალითად, აი 1-2000 წლის წინ დაახლოებით ადამიანს შეეძლო ცხოვრებაში მიეღო 3-4 ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს მის ბედს. დღეს ესეთი გადაწყვეტილებები შეიძლება კვირაში ერთხელ მივიღოთ. და შესაბამისად ინფორმაციის რაოდენობა, რაც უნდა გადავხარშოთ სამისოთ, ხო, გაცილებით უფრო დიდია და ეს ძაბავს ტვინს და ფიზიოლოგია ჩვენი და ტვინის რესურსი, ასე ვთქვათ, როგორც ორგანოს და ნერვული სისტემის არ შეცვლება. ისევ ისეთია, როგორც იყო მაშინ ანატომიურად რაღაც დიდი ცვლილებები ვერ განვიცადეთ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ამას დაუპირისპიროთ ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ჰიგიენა. აი სახს ხო ვალაგებთ? მინდა ხო ეგრეთ წოდებული. ტანს ხო ვიბანთ, იმედია. კი როგორ არა. ნუ ყოველ შემთხვევაში უნდა დავიბანოთ. ხო, ნუ ხანდახან ზოგ ადამიანზე შეიძლება მიხვდე რომ სახშია, თან რო ვერ ხედა, მაგრამ იცი რომ სახშია. გამომდინარე იქიდან რომ ბანაობს ერთის გამოტოვებით. ხო და სხვა შორის ეგეც მანიშნებელია ფსიქიური აშლილობის, რო ვიცოდეთ. ჰიგიენის ესეთი ინტენსიური არ დაცვა. და აი ამ შემთხვევაში ზედმეტი დაცვა? ზედმეტი დაცვაც რაღაც ეგ მეორე ტიპის აშლილობა. მეორე ტიპის არის. კი ბატონო, აი რაღაც ხო, სულ აი ეს და სახში სტუმრები არ მოვიდნენ, იმიტომ რომ ფეხსაც მლით შემოვლენ და ამაზე დარდინო, ესეც გენერალური დალაგების მერე მუდმივად ყოველი შემოსული სტუმრის შემდეგ, ასე ვთქვათ, დაწყება და ესეთი რაღაცები. კი ბატონო, ეგ კიდე სხვა ტიპის აშლილობა. რა შეიძლება ამას დაუპირისპიროთ? ესე იგი, პირველი, რაც არის, გადავხედოთ საკუთარი ცხოვრების წესს. და აქ, ნუ აი თეორიულად ვიცით, რომ კარგად უნდა გამოიძინო, ნორმალურად დროზე უნდა იკვებებოდე, პოზიტიურად უნდა აზროვნებდე, რაღაცებს უნდა გეგმავდე, მაგრამ რეალობას ხანდახან ისეთი კორექტივები შემოაქვს ამაში ყველაფერში, ხო? რომ ნუ თეორიულად კი ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ვახორციელებთ ელემენტარულად რა. განსაკუთრებით, როდესაც ბევრი სოციალური როლის თამაში გიწევს. აქ მაგალითად სამსახურში პროფესიონალი ხარ, სახში დედა ხარ, ცოლი ხარ, და შვილი და ასე შემდეგ, ხო? როდესაც ამდენ როლს ვთამაშობთ, ცოტა რთულია ხოლმე ხანდახან ესეთი იდეალური ცხოვრების წესი დალაგება. ამიტომ გვიწევს იმ ფსიქოლოგიური დატვირთვის მოხსნა, რომელიც გროვდება უბრალოდ ჩვენში. აქ არსებობს რამდენიმე გზა. არის, ასე ვთქვათ, არაფსიქოლოგიური მეთოდები და ფსიქოლოგიური მეთოდები. არაფსიქოლოგიურ მეთოდებში ვიტყოდი, რომ ეს არის სპორტი, ეს არის სეირნობა, ეს არის მასაჟი, სხვა ისეთი პროცედურები, რასაც თავიდან ყურადღება გადმოაქვს სხეულზე, ბუნებასთან კონტაქტი, ცხოველებთან კონტაქტი, ხო? როცა სხეული ხდება სრულფასოვნად ჩართული და აი ეს სიგიჟე, რომელიც ხდება დიდი ინტენსივობით, ხო, ეს რაღაცა აზრთა მორევი გაჩერებული. ფსიქოლოგიურ მეთოდებს რაც შეეხება, აქ აზროვნების კონტროლის მცდელობას არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეუსრულებელი ამოცანა. რაც უფრო მეტად ცდილობ გააკონტროლო რაღაცა ნეგატივი, მით უფრო მეტ ძალას იძენს მეორე მხრიდან. ზამბარასავით არის რა, აქედან რომ მიაწვები, სამმაგი ძალით გაწვება მეორე მხრიდან. ამიტომ აზროვნება უნდა ვაკონტროლოთ, აზროვნება უნდა დავგეგმოთ. მაგალითად. მოდი ვთქვათ ესე, აი გელოდებათ რაღაცა საპასუხისგებლო მომენტი. ხო? რაღაცა მნიშვნელოვანი შეხვედრა. სკოლაში დაგიბარეს შვილის გამო, მაგალითად. პრეზენტაცია გაქვს ჩასატარებელი. მოკლედ რაღაცა ისეთი, რაც იქნება ემოციურ დაძაბულობასთან დაკავშირებული და ჩვენ ეს წინასწარ ვიცით. აი ამ შემთხვევაში რომ დაუთმოთ 2 წუთი დრო ძალიან მარტივი რაღაცის გაკეთებას აი აქ გონებაში, ხო? შეიძლება მნიშვნელოვანწილად დავიცვათ საკუთარი ფსიქიკა, რას ვაკეთებ? ესე იგი, ფიქრობ აი მოვლენის შესახებ, რომელიც იცი რომ აი შენში ღელვას იწვევს და შეიძლება სტრესული იყოს, ხო? ესე იგი, ოღონდ დახუჭული თვალით ვაკეთებ ამას. ვხუჭავ თვალს და ვფიქრობ მაგალითად აი დამიბარეს სკოლაში ჩემი შვილის გამო, რაღაც პედსაბჭოზე. და ამ დროს ვზომავ 0-დან 10-მდე რამდენად ვღელავ. მაგალითად 8-იანზე აი სხეულში ვგრძნობ რაღაც ვოფლიანდები, სუნთქვა მიჭირს, მაჯანჯღაყებს შიგნიდან ესე კარგად. შემდეგ ვაკეთებ რას? აქაც დახუჭული თვალები. წარმოვიდგენ რომ
ესეთი ჯადოსნური დროის მანქანით აღმოჩნდი მომავალში აი ამ სტრესული მოვლენის შემდეგ, როდესაც დამთავრდა უკვე. წარმოვიდგინოთ, გამოვედი სკოლიდან შვებით ამოვისუნთქე. ცოტა ხანი ასე ვთქვათ, მივეჩვი ამ მდგომარეობას და მე წარმოსახვაში ვიხსენებ აი ეს მშობელთა კრება როგორ მიმდინარეობდა. ეგ ეგონება ვიხსენებ ეს ყველაფერი როგორ გამოვიარე. შემდეგ ისევ წარმოიდგინეთ, რომ დავრუნდით აქ აწმოში და ისევ გაზომეთ 0-დან 10-მდე. გარანტიას გაძლევთ, რომ მნიშვნელოვან წილებს დაიწევს და თუ საჭიროა, შეგვიძლია რამდენჯერმე გავაკეთოთ ეს, აი, ორჯერ, სამჯერ. ჯერ ერთი ღელვა დაიწევს იმ მომენტში და მეორე ჩვენი გონება ასე ვთქვათ, წინასწარ შემზადებული დახვდება ამ მოვლენებს და დაცვით მექანიზმებს კარგად აამუშავებს. ამას აკეთებს ხოლმე ჩვენი ქვეცნობიერი, როგორიც იცით, აი ღამე ხანდახან გესიზმრება რაღაცა კოშმარი და მე რაღაცა ნეგატიური ხდება. ამ ჩვენმა twin-მა წინასწარ წაიკითხა, რომ გელის რაღაცა ნეგატიური სიტუაცია და იმისთვის, რომ რეალურ ცხოვრებაში ეს ნეგატიური სიტუაცია შენთვის შოკური არ გამომდგარიყო, ხო, აი მოულოდნელად თავს არ დამცემი. გიჩვენებს ამ კოშმარს რამდენიმე დღით ადრე, ანუ ფსიქიკის მობილიზებას აკეთებს. ვა, მისახსნა არასოდეს არ მომისმენია, რატო ხდება? სულ მქონდა ეს შეკითხვა, რომ აი რანაირად გრძნობთ წინასწარ ამ ყველაფერს. და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, კი არის უსიამოვნო, მაგრამ შოკი აღარ არის. აქ იგივეს ვაკეთებთ, თქო, გაცნობიერებლად და მართვადი პროცესია. ეს იმ შემთხვევაში თუ წინასწარ ვიცით, რომ გველის რაღაცა დაძაბული სიტუაცია და გვინდა მოვემზადოთ ამისთვის. იმ შემთხვევაში თუ უკვე ვართ სიტუაციაში, რომელიც უცებ ემოციურად დაიძაბა. და აქ არ აგვაქვს არანაირი სავარჯიშოების კეთების დრო. აი გრძნობთ, რომ ზონასწორობას ვკარგავთ ემოციურ. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთოთ? როდესაც ჩვენ ვკარგავთ ემოციურ ზონასწორობას და ვართ სტრესში და შფოთში, ჩვენი twin-ი იწყებს ძალიან სწრაფად მუშაობას, სწრაფ სიხშირეებს. და შესაბამისად იმისთვის, რომ აქედან გამოვიდეთ, უნდა შევანელოთ twin-ის მუშაობა. უმარტივესად შეიძლება გაკეთდეს. ესე იგი, დავიმახსოვრეთ ერთი რაღაც. ხელის გულებს, აი კანის ეს ნაწილები, ხო? თანამედროვე მეცნიერებამ, ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აი ამ ადგილების სტიმულაციას ვაკეთებთ, ანუ ხელის გულებს უსვავთ ერთმანეთს, ხო? ხელები გამიცივდა და ვითბობ ხელებს, რა თქვენი საქმეა რას ვაკეთებ? ხო, თავისთავად. აი ამას როდესაც ვაკეთებ, დაახლოებით 20-30 წამი და twin-ის ასე გამოდის ეს ზესტრაფი რეჟიმიდან, ეს პანიკა მთავრდება და ნელ-ნელა გრძნობ, რომ გიბრუნდება სიმშვიდე. ეს როდესაც უშუალოდ სიტუაციაში ხარ. მაგალითად, როდესაც აი რაღაც იქვე გადაიყარე ამ სტრესს, ხო? ხო. აი, ან მაგალითად ახლობელს გინდა უშველო. ხო და ანერვიულებულია, ხო? აი, ხელის გულების აი ამ ადგილების სტიმულაცია შეგიძლიათ გაუკეთოთ. სანამ ელაპარაკობ. ვა. არა მარტო ხელის გულების სხვა შორის, აი ეს ადგილებიც, აი მხრიდან იდაყვამდე. ეს ინტუიციურად ბებიებმა იცოდნენ კარგად, აი ბავშვს რო ელაპარაკება შვილიშვილთან, ეს ხელებს რო ეფერება, ეს ამ შემთხვევაში twin-ი გამოდის სტრესიდან და კარგად აღიქვავს, ასე ვთქვათ, ამ სიტყვებს საფრთხეზე მოდის ადამიანი რა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი? ისე როდესაც საუბრობთ, აი როგორ შეიძლება მოვემზადოთ, ხო? პირველი არაინფორმირებულობა. აი რაღაცა ინფორმაცია არ გაქვს და არ იცი ეს როგორ მოხდება. მაგალითად, აი წარმოვიდგინოთ რაღაც გადაცემა გაქვს სასაყვანი და საერთოდ არ იცით არც თემა, არც სტუმარი, არც არავინ და იწყება გადაცემა. მე რა ხო და გარშემო ყველა სერიოზული სახით დადის და შენი მეძე ვარ გეუბნება. ხო, ამ შემთხვევაში არაინფორმირებულობამ შეიძლება ისე დაქოქოს წარმოსახვა, ანუ დაგიხატოს რაღაც საშინელება. ამიტომ ყოველთვის დავფიქსდეთ, როდესაც რაღაცაზე ვშფოთავ, ხო არ განვიცდი სადმე არაინფორმირებული. იმის გამო ხო არა მაქვს შფოთი რაღაცეები არ ვიცი. თუ ეს ესეა, წავიდეთ და ვეცადოთ ეს ინფორმაციული დეფიციტი აღმოაჩინოთ. მეორე წყარო, ასე ვთქვათ, ასეთი შფოთის, თავდაუჯერებლობის და დასტრესულობის შეიძლება იყოს უნარების არარსებობა. მაგალითად, ვიცი რა მაგ გასაკეთებელი, მაგრამ ამის უნარი არ მაქვს. ნანახი მაქვს, რომ მანქანას ატარებდა ვიღაც და უცებ მეუნებიან, რომ არ მიტარებია ცხოვრებაში, აბა და ჯერ გაატარებო, ხო?
აი იმ შემთხვევაში ან მაგალითად წარმოვიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ ადამიანებისთვის არასდროს გიხემძღვანელია და უცებ დაგნიშნეს რაღაცა მართლ თანამდებობაზე, ხო? ეს ბუნებრივია სტრესს გამოიწვევს, იმიტომ რომ ჯერ ადაპტირებული არ ხარ, ეს უნარები არ გაქვს. დრო წავა ამ უნარების გამომუშავებაში, მაგრამ თუ ვიცით წინასწარ, აქ ძალიან სასარგებლო იქნება, რომ დავფიქრდეთ, რა უნარები მჭირდება, რომ აი ამ სიტუაციაში ვიყო შედეგიანი, ხო? და წინასწარ ვიზრუნო ამ უნარების განვითარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესეთი სტრესული მდგომარეობა, ეს როდესაც რაღაც კეთების мотиваცია არ გაქვს, აი უნდა გააკეთო. საკუთარ თავს რო ეჭიდავები და აძალებ. ეს არის საკუთარ თავს ძალადობა, მარტივად რო ვთქვა და ესეც ქმნის დაძაბულობას. ასევე რამ შეიძლება შექმნას დაძაბულობა, ხო, ესეთი აბსოლუტურად უსარგებლო. როდესაც შენში ორი როლი ებრძვის ერთმანეთს. მაგალითად, შენი დედა და შენი მეორე ნახევარი ერთმანეთს ვერ იტანენ. ამ დროს შენ გინდა იყო კარგი შვილი და გინდა იყო კარგი მეუღლე. ხო და საკუთარ თავში გაქვს ეს ბრძოლა ატეხილი და ბოქსის გრუშასავით ხარ ამათ შუაში ჩამოგიდებული. შესაბამისად ეს შინაგანი კონფლიქტებიც ძალიან დიდ დაძაბულობას იწვევს ადამიანში. ეს ურთულესი სტრესი ალბათ წარმომედგენია. არა მარტო სტრესი, ეს ენერგიას იმ რაოდენობით გვახარჯინებს ზოგადად, ხო? რომ შეიძლება და ეს ენერგია წასულიყო ცხოვრების ნორმალური ხარისხიანობის მშენებლობაში და ამის მაგივრად მიდის საკუთარ თავთან ჭიდაობაში. და რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ უკვე აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში, ხო, აი შემდეგ. იმიტომ რომ ხანდახან არის როგორც რაღაცა სტრესული და ცუდი და ნეგატიური მოვლენა ხდებოდა და 5 წუთი ჩვენ ცხოვრებაში და მე 5 საათი ვატრიალებთ ამას თავში, ან 5 საათი კარგია კიდე. 5 თვე მე ვიცნობ და შეიძლება წლები ატარებდნენ რაღაცას თავში. იმისთვის რომ შენს მეხსიერებაში რაღაცა შენარჩუნდეს აი ესეთი სტრესული, ხო? ამისთვის გარკვეული ძალისხმევის, ასე ვთქვი, ძალისხმევა გჭირდება. ანუ რა ხდება? წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს გონებაში არის კინოთეატრი. ერთი მაყურებლისთვის ეს მაყურებელი ჩვენ ვართ. აი ამ კინოთეატრში, ასე ვთქვათ, დღის მანძილზე რა ფილმებს ატრიალებთ? ეს რო იყოს რეალური კინოთეატრი, ხო? წავიდო და ვინმე ამის სანახავად. საინტერესო. მე არა. ჩემთან არავიდან მოვიდოდა. რა ფილმებით, რა ასე ვთქვათ, სცენარებით არის ახსავსე ჩვენი გონება, გავითვალისწინოთ, რომ ამით ჩვენ ვაპროგრამებთ საკუთარ შინაგან მდგომარეობას, ჩვენს ქცევას და ასე შემდეგ. ამიტომ აი რეპერტუარს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, რაღაცა უსიამოვნო მოხდა დღის მანძილზე. და როგორ ჩავხსნათ, ასე ვთქვათ, ეს კინო, რომელიც აი უსიამოვნების შესახებ ტრიალებს, ხო? მე მყავდა ერთი კლიენტი წლების წინ, ქალბატონი იყო, როდესაც იყო ძალიან დაძაბული. ქრონიკულად ვარ დაძაბულიო და ქრონიკულად შფოთაო. მეთქი გადასარგა, თან მოიტანა 2 ტომარა, ანკეტები, რენტგენები, ყველაფერი რაც გამოკვლევები, ხო? ყველაფერი რაც გამოიარა, მეთქი ეს რა არის. ეს აი ყველაფერი ის პროცედურას ჩავიტარო და არ მჭირდება მეთქი და რატო? ეს მეთქი წარუმატებელი მკურნალობის ისტორია, რაც მინდა მეთქი ეს. პრობლემა გააქვს ისევ ხოვე. ამან ყველაფერმა ვერ იმუშავა და მე მაინტერესებს სულ სხვა რამე მეთქი. შენ მეუნები, რომ შენ ხარ სულ დაძაბული. ანუ ერთი მდგომარეობის შენარჩუნების უნარი გაქვს ამდენი წლის მანძილზე, 20 წელი, ხო? დალაი ლამა ხარ, ხალხი მედიტირებს, ცლობით, რომ ერთი ემოცია დაიჭიროს და შენ უპრობლემოდ გიჭირავს და მოდი მეთქი მასწავლე ამას როგორ აკეთებ. რა გასწავლე? მეთქი მასწავლე როგორ იქმნი ამ დაძაბულობას. სამყაროში, რომელიც არის ესეთი ცვალებადი, როგორ ქმნი აი ამ დაძაბულობის სტაბილურობას. ჯერ სულ დებილი მინდა. გამოგვანწრათ. ხო, მაგრამ მე მაინც ასე ვთქვათ, დაჟინებულად რომ გავაგზელე ამ შეკითხვების დასმა, გააცნობიერა ძალიან მარტივი რაღაცა, რომ როდესაც მის ცხოვრებაში ხდებოდა რაღაცა ცუდი, გონებაში ამ ცუდ მოგონებებს ინახავდა აი ესეთი უზარმაზარი ფერადი სურათების სახით. კინოდარბაზებში რო დიდი ეკრანები და ატრიალებდა ამას, ბუნებრივია ეს ძალიან ცუდად ხდება. და როდესაც მის ცხოვრებაში რაღაცა კარგი ხდებოდა, ამ რაღაცებს მისი მეხსიერება ინახავდა პატარა შავ-თეთრი სურათების სახით ძალიან შორს. და ბუნებრივია, რომ ეს პოზიტიური მოგონებები მასზე საერთოდ ვერ მოქმედებდა. ანუ ფიზიკურად პოზიტიურ ემოციას ვერ იწვევდა საკუთარ თავში. რაც
საშინელი მდგომარეობა არის. საიდან წარმოეშვა ეს მდგომარეობა? ბავშვობაში ყავდა მკაცრი მამა და ასე ვთქვათ, ცელკი ბავშვი და რამდენჯერაც გაიცინებდნენ, ჯერ თლიშავდნენ ხოლმე რა. ჩაეწერა ასე ვთქვათ ფსიქიკაში, რომ პოზიტიური ემოცია უდრის საფრთხეს. და დაამუღამა, ასე ვთქვათ, კარგად ისწავლა აი ამ ნეგატიური ემოციების მორევში ცხოვრება. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ვთხოვე ესეთი რაღაც, რომ მოდი მეთქი ახლა გავაკეთოთ ესეთი რამე. შენ ხო გახსოვს ეს უარყოფითი მომენტი პირველ პირში ესეთი დიდი ფერადი სურათის სახით. კიო. დახუჭე მეთქი თვალები და მოდი აბა წარმოიდგინე რომ გამოხვედი ამ სურათთან და საკუთარ თავს გვერდიდან შეხედე. ეხლა აიღე და ცოტა დააპატარავე და შორს გაწია. და ამ დროს უყურებ რა ემართება ადამიანს, დავინახე რომ ამოისუნთქა შვებით. ანუ ამ მოგონებამ შეწყვიტა მასზე ესეთი ნეგატიური ინტენსიური ზემოქმედება. მოდი მეთქი ახლა სხვა რამე ვქნათ, ახლა რამე სასიამოვნო გაიხსენა, ეს შორს რო ხედავ და სადღაც ახლოს მოწიე ეს სურათი, გაადიდე, გააფერე და შიგნით შედის ეს. დავინახე რომ ლოყები გაუვარდისფრდა და ასე შემდეგ. აი 1-10 წუთი ვთხოვე რომ ეს ეკეთებინა და ცოტა ხანში აბსოლუტურად შეიცვალა ადამიანი, გაღიმება დაიწყო, მოდუნდა და შემდეგ მე მაქვს ხოლმე ესეთი ჩვევა კლიენტებს ვეუბნები კონსულტაციების მე რომ ერთი კვირის შემდეგ გამაგებინეთ როგორ ხარ, ორი კვირის შემდეგ გამაგებინე როგორ ხარ, სამი კვირის შემდეგ რატო? იმიტომ რომ კონსულტაციის მერე ცვლილებები კიდე მიდის. ტვინი თვითონ ალაგებს ასე ვთქვათ ფსიქიკაში უკვე. სწავლობს უკვე სწორი რაღაცეების დაჭერას. კი ბატონო და ამ სამი კვირის განმავლობაში აღმოჩნდა რომ სულ უფრო კარგად არის. და ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. მაგალითად მოხდა რაღაცა უსიამოვნო მომენტი დღის მანძილზე. დააკვირდით როგორ გახსოვთ. შეიძლება პირველ პირში გვახსოვს, აი ისე შეინახა ჩვენმა მეხსიერებამ გეგონება, მე მაგათ რაღაც სკანდალი მოგვივიდა ვიღაც უსიამოვნო შელაპარაკება და გვახსოვს თითქოს იქ ვართ, იგივეს ვისმენთ, იგივე სახით ხედავთ იმ ადამიანის გაუმხნევას. რაღაცას პასუხობ, უფრო სხვანაირად შემეძლო, უფრო აი მუდმივად ატრიალებ ამას, ხო, ამას გულისხმობთ. ჟი შენს ფანტაზიებში. ამ დროს რას ვაკეთებთ? შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გეგონება გამოვეეთ საკუთარი თავიდან და აი იმ სიტუაციაში საკუთარ თავს გვერდიდან შევხედოთ. საკუთარ თავს და იმ ადამიანს. შემდეგ ეს სურათი ცოტა დავაპატარავოთ და შორს გავწიოთ. როგორც მინიმუმ ნეგატიური ემოციები იკლებს. დაიწევს. ჩაირთვება ანალიზი. ანუ აზროვნების უნარი გაგიჩნდება. თუ გინდა კიდე უფრო შორს შეიძლება ამის გაწევა, იმდენად შორს, რომ საერთოდ ნებისმიერი ნეგატიური რეაქცია გაქრეს ფიზიკურად სხეულში. ეს შესაძლებელია მარტომ გააკეთოთ თქვენი დახმარების გარეშე. მაინც მგონია რომ აი რაღაცა სწორი ინსტრუქციები უფრო დაგეხმარებათ. ეხა აი ამ ქალბატონს ახლა ამდენ წლიანი რაღაცა პრობლემა დაეხმარე რომ ესე გაეკეთებინა. ეხლა რო გისმენ, დაახლოებით ხვდები ეს როგორ შეიძლება გააკეთო, მაგრამ მარტო მაინც ალბათ ცოტა რთული არის. მაინც გჭირდება ადამიანი, მენტორი, რა ვიცი, ექიმი, ვინც აი ამ ყველაფერს გაგაკეთებინებს. არა, თუ შესაძლებელია რომ მარტოც გააკეთო. მისი პრობლემა იმაში რომ იყო რომ მან არ იცოდა რომ ეს არის შესაძლებელი. ჩემი ნება რომ იყოს სკოლის მოსწავლეებს ვასწავლიდი იმას ტვინი როგორ მუშაობს და როგორ გააძლიერონ რაღაცა აზრების ზეგავლენა საკუთარ თავს და როგორ შეამცირონ ნეგატიური აზრი. ძალიან ბევრი პრობლემა გაუქრებოდა ადამიანებს ფსიქოლოგიური რა. ძალიან მაგარი ინიციატივაა სხვათა შორის, იმიტომ რომ ცხოვრობთ ახლა ისეთ ეპოქაში. ამ ტექნიკის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიკვირს კიდევაც რაღაცა თქვენს აი ამდენ წლიან მიღწევას, აი ასე რომ აზიარებთ და ძალიან მომხიბვლელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც მაინც სადღაც სეანსზე და ჩაკეტილში გგონია რომ იქ რაღაცა არის და აი ასე ამ ტექნიკების რაღაცა გაზიარება მართლა პირველად მესმის და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. პანდემია რო დაიწყო. დიახ. მე გადავწყვიტე რომ რაღაცა მივშველებოდ ადამიანებს და დავიწყე ყოველ დღე ეთერების გაკეთება სოციალებში. სადაც აი ამ ტექნიკებს ვასწავლით ადამიანებს, დღემდე მწერს ადამიანები, დღემ პირად მიმოწერაში მწერენ, რომ აი ძალიან დიდი მადლიერები არიან, ძალიან მაგარი არის ესე თქვენი ცოდნის გაზიარება ესე ღიად, მართლა ამ საუკუნეში რაღაცნაირად არ ხდება ეგრე და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ვერ გაგიშვებთ რეკლამის მერე, ისე უნდა დავბრუნდეთ. პირველი სტუმარი ხართ, რომლის დროსაც ესე მდუმარე ვარ. ეგეთი რამე ჯერ არ ყოფილა, მე მგონი სუნთქვათ სარმინდა, რომ რაღაცა ხელი შეგიშალო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით.